საქართველოს პრეზიდენტი კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს. პრეზიდენტის სახელით განცხადება პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გახდა კატასტროფის მიზეზი და ვიმედოვნებთ გამოძიება ამ მიზეზებს დაადგენს. განაცხადა მანჯგალაძემ. ავიაკომპანია აირზენას კუთვნილმა CRG-ს ტიპის თვითმფრინავმა ამია კატასტროფა აეროპორტ კაშაშიში დაშვებისას განიცადა. შედეგად 32 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. პრეზიდენტის სახელით თანაგზნობა გამოუცხადა გუშინ კონგოში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, როგორც იცით, კომპანია აირზენას თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, გუშინ მურიგი რეისის შესრულების დროს კატასტროფა განიცადა. დაღუპულთა შორის არიან ეკიპაჟის წევრები და 4-ვე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილები არიან ასევე გაეროს მისიის წარმომადგენლებიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა დაღუპულის ახლობელსა და ოჯახის წევრს თანადგომასა და თანაგზნობას უცხადებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა მოხდა და რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ამ ტრაგედიის მიზეზებს დაადგენს.